ჩარლი კირკი 31 წლის. ყეისარში დაჭრეს 2025 წლის 10 სექტემბერს და ის ადგილზევე გარდაიცვალა. დღეს ვისაუბრით მის ცხოვრებაზე და შევეხებით მკვლელობის დეტალებს. შემდეგ კი გავიხსენებთ სხვა ხმაურიან მკვლელობებს ისტორიაში. რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანის სიკვდილს საზოგადოების მიმართულების შეცვლა შეუძლია და რატომ რჩება ზოგიერთი მათგანის ხმა დიდი ხნის განმავლობაში ცოცხალი. სანამ დეტალებზე გადავალ, შეგახსენებთ მართა გავიწყოს არხის გამოწერა, ზარის გლაკის გააქტიურება, რომელიც სიახლე არ გამოგჩეს და ვიდეოს დალაიქებოთ. მაშასე დავიწყოთ. რა ხდება მაშინ, როცა საჯარო ფიგურას პირდაპირ აუდიტორიის წინ ესხმიან თავს? 2025 წლის 10 სექტემბერს ჩარლი კირკი 31 წლის კონსერვატორი კომენტატორი და Turning Point USA-ის დამფუძნებელი ელში დაჭრეს, როცა ღია სივრცეში სიტყვას წარმოთქვამდა იუტას ველის უნივერსიტეტში. თავდამსხმელმა აისრულა სახურავიდან და ღონისძიება წამებში ქაოსში გადაიზარდა. მისმა სიკვდილმა ნათლად აჩვენა, რამდენად დაუცველი შეიძლება იყოს ღია სივრცის გამოსვლები. გავლენიანი ხალხის შეკრებებზე ყოველთვის არსებობს საფრთხე. ზემოდან სროლა, მოულოდნელი პანიკა და ძლიერი ფსიქოლოგიური შოკი მოწმეებისთვის. ისტორია გვაჩვენებს, რომ როცა ლიდერებს კლავენ, მათი იდეები ხშირად უფრო მეტად ხდება ცნობილი, იმისდა მიუხედავად იზიარებს თუ არა ხალხი მის აზრს. როდესაც საზოგადოებრივი დისკუსიები იძებება, სიტყვის თავისუფლების დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. უსაფრთხოება მხოლოდ გამოსვლის დაცვას არ ნიშნავს, ის ნიშნავს ხალხის უფლების დაცვას, რომ უსაფრთხოდ შეიკრიბონ და აზრები გაცვალონ. თავდამსხმელად დაასახელეს 22 წლის ტაილერ რობინსონი, რომელსაც გაგიკვირდებათ დანაშაულებრივი წარსული არ ჰქონია. გამომძიებლების თქმით, მან მარტო იმოქმედა, თუმცა მისი მოტივები ჯერ კიდევ ბოლომდე გაურკვეველია. უცბად, ჩვეულებრივი ცხოვრებიდან გახმაურებულ დანაშაულამდე გადასვლა ზედმეტად ბევრ კითხვას სვამს. ჩარლი კირკის ოჯახისთვის ეს დანაკარგი საშინლად მძიმე აღმოჩნდა. მისმა მეუღლემ განაცხადა, რომ გააგრძელებს მის საქმიანობას. ტრაგედია ერთდროულად არის როგორც დანაკარგი, ისე მოწოდება წინსვლისკენ. ბევრი მხარდამჭერისთვის მისი ორგანიზაციული საქმიანობის გაგრძელება მის ხსოვნას ეძღვნება. ყოველი პოლიტიკური მკვლელობა ორ ისტორიას ქმნის. თავდამსხმელის გზას ძალადობამდე და მსხვერპლის დატოვებულ მემკვიდრეობას. იმავალი ტრაგედიების თავიდან ასწირებლად ორივე მხარის გაგება აუცილებელია. 1865 წლის 14 აპრილი. სულ რამდენიმე დღის დამთავრებული იყო სამოქალაქო ომი. პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი ვაშინგტონში ფორდის თეატრში სპექტაკლს უყურებდა. როცა მსახიობმა ჯონ უილკს-ბუთმა მის ლოჟაში შეაღწია და ერთი გასროლით დაჭრა. ლინკოლნი მეორე დღის დილას გარდაიცვალა. მის სიკვდილთან ერთად ქვეყნის მშვიდობიანი არსის იმედიც გაქრა. ტრაგედია მხოლოდ ლიდერის დაკარგვა არ ყოფილა, მან ამერიკის მომავალი შეცვალა. ლინკოლნის ერთობის გეგმის ნაცვლად კაცრი პოლიტიკა დამკვიდრდა და მილიონობით გათავისუფლებული ადამიანი ბევრ სირთულეს შეეჯახა. მკვლელობამ შეიძლება არა მარტო სიცოცხლე შეწყვიტოს, არამედ ისტორიის მიმართულებად შეცვალოს. მაჰათმა განდი 1948 წლის 30 იანვარი. ინდოეთის ყველაზე პატრიოტიული ლიდერი მაჰათმა განდი საღამოს ლოცვაზე მიდიოდა, როცა ნატურამ გოდზემ სამი გასროლით მოკლა. განდი ადგილზევე დაეცა და მისი ბოლო სიტყვა იყო შემდეგი: ღმერთო. გოდზე ეწინააღმდეგებოდა განდის ხედვას ჰინდუსებსა და მუსლიმების ერთობაზე და ფიქრობდა, რომ მისი გავლენა დააზიანებდა ჰინდუ ნაციონალიზმს, მაგრამ განდის სიკვდილმა საპირისპირო შედეგი მოიტანა. მისი გზავნილი კიდევ უფრო გავრცელდა. მისმა მშვიდობის მყოფმა ფილოსოფიამ შთააგონა სამოქალაქო მოძრაობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მართალია ტყვიამ განდის სიცოცხლეს შეწყვიტა, მაგრამ მის იდეებს ვერაფერი დააკლო. ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერი. დალასი, ტეხასი. პრეზიდენტი ჯონ კენედი ღია მანქანით გადიოდა დილის მოედანზე, როცა სამი გასროლა გაისმა. კენედი უკანა სავარძელზე ჩაცხრეს. როცა ამბავი გავრცელდა, ქვეყანა შოკში ჩავარდა. მათ ახალგაზრდა და იმედის მომცემი ლიდერი დაკარგეს. ლინ ჰარვი ოსვალდი დააკავეს, მაგრამ შეთქმულების თეორიები მაშინვე მოედო არემარეს. ბევრი ამერიკელისთვის კენედის მკვლელობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მშვიდობის დასასრული იყო. ამ ყოველივემ გაზარდა უნდობლოვა ხელისუფლების მიმართ და კიდევ უფრო გააღრმავა ცივი ომის შიში. როცა ლიდერს პირდაპირ ტელევიზიით კლავენ, ეს შოკი სამუდამოდ რჩება ერის მეხსიერებაში. მარტინ ლუთერ კინგი 1968 წლის 4 აპრილი. მემფისი, ტენესი. სამოქალაქო უფლებების ლიდერი მარტინ ლუთერ კინგი ლორენის მოტორელის აივანზე იდგა, როცა ტყვია პირდაპირ ყელის არეში შეასრულეს. 1 საათის შემდეგ ის გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა 100-ზე მეტ ამერიკულ ქალაქში ძალადობრივი მღელვარება გამოიწვია, მაგრამ ამავე დროს მისი საქმის წინსვლას შეუწყო ხელი. სულ რამოდენიმე დღეში ხელმოწერილი იქნა 1968 წლის სამოქალაქო უფლებების აქტი, რომელმაც ააკრძალა დისკრიმინაცია საცხოვრებლის გამო. კინგის სომბრი სიტყვები, მე მაქვს ოცნება, მისი სიკვდილის შემდეგ კიდევ უფრო უკვდავი გახდა.
მკვლელობამ შეიძლება შეაჩეროს ადამიანი, მაგრამ ყოველთვის ვერ შეაჩერებს მოძრაობას, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა. იცჰაკ რაბინი 1995 წლის 4 ნოემბერი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი იცჰაკ რაბინი თელ-ავივში მშვიდობიან მიტინგზე სიტყვით გამოსვლას ამთავრებდა, როცა ებრაელმა ექსტრემისტებმა, რომლებიც ოსლოს შეთანხმებებს ეწინააღმდეგებოდნენ, ორჯერ ესროლეს. რაბინის სიკვდილმა შეაჩერა წინსვლა პალესტინელებთან მშვიდობიან მოლაპარაკებებზე და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი. ბევრისთვის ეს გასროლა არა მხოლოდ ლიდერის სიცოცხლეს შეეხო, არამედ შერიგების იმედით დროის ხანგრძლივ პერსპექტივაში გაყინა. ფრანც ფერდინანდი 1914 წლის 28 ივნისი. სარაევო. ავსტრიის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე სოფია ქალაქში გადაჰყავდათ. თუმცა 19 წლის გავილო პრინციპმა ორი გასროლით ორივე ადგილზე მოკლა. ეს მხოლოდ პოლიტიკური მკვლელობა არ ყოფილა. ამან ალიანსების ჯაჭვი და ულტიმატუმები აამოქმედა, რამაც პირველი მსოფლიო ომი გამოიწვია. მილიონობით ადამიანი დაიღუპა ერთი ადამიანის გადაწყვეტილების გამო. გადაწყვეტილების, რომლის თანახმადაც იმ დღეს ვიღაცას იარაღის სხვისი სიცოცხლის მოსესპობად უნდა გამოეყენებინა. ზოგჯერ ერთი ტყვია მთელ სამყაროს ცვლის. მალკოლმ იქსი 1965 წლის 21 თებერვალი ნიუ-იორკი. მალკოლმ იქსი აუდუბონის დარბაზში სიტყვას წარმოთქვამდა, როცა შეიარაღებული ადამიანები სცენაზე შევარდნენ და რამდენჯერმე ესროლეს. მალკოლმ იქსი ცნობილი იყო თავისი მწვავე სიტყვებით ჩავკანიანთა გაძლიერებისა და თვით განსაზღვრების შესახებ, რამაც იგი საკამათო ფიგურად აქცია. მისი მკვლელობა, რომელიც ისლამის ერის წევრებმა ჩაიდინეს, ამერიკის რთული სამოქალაქო მდგომარეობის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე თამამი ხმის ჩახშობის მაგალითი იყო. როცა რადიკალურად მოაზროვნეს სიკვდილით აჩვენებენ, მისი სიტყვები ხშირად კიდევ უფრო ხმამაღლა ისმის მომავალ თაობებში. ანვარ სადატი 1991 წლის 6 ოქტომბერი. კაირო. სამხედრო აღლუმის დროს ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ სადატი ჯარებს ამოწმებდა, როცა რამდენიმე ჯარისკაცი რიგებიდან გამოვიდა, ხელყუმბარები ისროლდა და ცეცხლი გახსნა. სულ რაღაც 2 წლით ადრე სადატმა ისრაელთან კემპ დევიდის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რამაც საერთაშორისო ქება მოუტანა მას, მაგრამ ქვეყნის შიგნით დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია. მისი მკვლელები ეგვიპტელი ექსტრემისტები იყვნენ, რომლებიც ისრაელთან მშვიდობას ეწინააღმდეგებოდნენ. თავდასხმამ შოკში ჩააგდო არაბული სამყარო და ეგვიპტე პოლიტიკურ გზაგასაყარზე არასახარბილო მდგომარეობაში დატოვა. იულიუს კეისარი. ძველი წელთა აღრიცხვით 44 წლის 15 მარტი. რომის სენატში იულიუს კეისარს სენატორები, მათ შორის მისი ახლო მოკავშირეებით შემოერტყნენ და 23 დარტყმა მიაყენეს. შეთქმულები ამტკიცებდნენ, რომ რესპუბლიკას ტირანიისგან იცავდნენ, მაგრამ შედეგი სამოქალაქო ომი იყო. დემოკრატიის საღდგენის ნაცვლად კეისრის სიკვდილმა დააჩქარა იმპერიული რომის აღზევება მის მემკვიდრეზე ოქტავიანეზე, შემდგომში ავგუსტუსზე. ხშირად მკვლელობა, რომელიც ვითომ და თავისუფლების დასაცავად ხდება, ზოგჯერ თვითონ თავისუფლებას ანგრევს. პატრის ლუმუმბა 1961 წლის იანვარი. სულ რამდენიმე თვის შემდეგ, რაც კონგომ ბელგიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, პრემიერ-მინისტრი პატრის ლუმუმბა დააპატიმრეს, აწამეს და შემდეგ მოკლეს. მკვლელობაში რამდენიმე კონგოელი მეტოქეც მონაწილეობდა, თუმცა ბევრს ჯერა, რომ უცხო ქვეყნების ხელიც მკაფიოდერია ამ საქმეში. ლუმუმბას სიკვდილმა აფრიკას მოუსპო ახალგაზრდა ლიდერი, რომელიც ერთობასა და კოლონიური გავლენისგან თავისუფალ ნამდვილ დამოუკიდებლობას სპირდებოდა. ათწლეულების განმავლობაში მისი მკვლელობა სიმბოლოდ იქცა იმისა, თუ როგორ ზემოქმედებდნენ გარეძალები პოსტკოლონიურ მებრძოლებზე. ლიდერის მოკლა ვერ კლავს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ოცნებას. ოლოფ პალმე 1986 წლის 29 თებერვალი. შვედეთის პრემიერ-მინისტრი ოლოფ პალმე ცოლთან ერთად კინოდან სახლში ბრუნდებოდა, როცა უცნობმა თავდამსხმელმა ზურგში ესროლა. მკვლელობის გამოძიება 10 წლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოძიებას უჭირდა საქმის გახსნა და ამან უამრავი შეთქმულების ვერსია გააჩინა. მხოლოდ 2020 წელს დაასახელეს ოფიციალური ეჭვმიტანილი, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო. პალმეს მკვლელობამ შვედეთი შოკში ჩააგდო, რადგან ეს იყო ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ძალადობა ყველასთვის უცხო იყო. ამ ყოველივემ ქვეყნის უსაფრთხოებისა და ნდობის სიმისზე ღრმა ნაიარევი დატოვა. საინტერესოა, რომ დღესდღეობით ყველაზე მშვიდობიანი საზოგადოებაც კი არ არის დაზღვეული პოლიტიკური ძალადობისგან. ინდირა განდი 1984 წლის 31 ოქტომბერი. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი საკუთარ ბაღში მისივე მცველებმა მოკლეს. ეს იყო შურისძიება მისი ბრძანების გამო ოპერაცია ბლუსთერისთვის, როცა ინდოეთის არმიამ იმავე წელს ოქროს ტაძარი შტურმით აიღო. მისმა სიკვდილმა ინდოეთში ანტისიფური ძალადობრივი აქციები გამოიწვია, რასაც ათასობით ადამიანი შეეწირა.
ეს ყოველივე მიზანმიმართული შურისძიება იყო ერთ ლიდერზე, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაიქცა თანამედროვე ინდოეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ბრელ ეპიზოდად. ჰარვი მილკი 1968 წლის 27 ნოემბერი. ჰარვი მილკი ერთ-ერთი პირველი ღიად გეი პოლიტიკოსი ამერიკაში. სან-ფრანცისკოს მერის შენობაში ყოფილმა ზედამხედველმა დენ უაიტმა გამოასალმა სიცოცხლეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დენი უკმაყოფილო და გაბრაზებული იყო ჰარვი მილკზე. მილკის მკვლელობის ამბავმა შოკში ჩააგდო შეერთებული შტატების LGBTQ მოძრაობა. ერთდროულად გამოიწვია მწუხარებას და გაბედული პროტესტიც. დღეს იგი გაბედულების სიმბოლოდ რჩება პოლიტიკაში. მკვლელობამ შეიძლება ადამიანის ხმა ჩაახშოს, მაგრამ მის მოძრაობას ხშირად კიდევ უფრო აძლიერებს. შინძო აბე 2022 წლის 8 ივლისი იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე ნარახის საარჩევნო სიტყვას წარმოთქვამდა, როცა მამაკაცი უკიდან მიუახლოვდა და ხელნაკეთი იარაღით ესროლა. თავდამსხმელის მოტივი პირადი იყო. უკმაყოფილება რელიგიურ ჯგუფთან, რომელსაც აბესთან აკავშირებდნენ. მკვლელობამ შოკში ჩააგდო იაპონია, ქვეყანა, სადაც იარაღის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონი და ძალადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი არსებობს მსოფლიოში. მკვლელობა შეიძლება იქაც მოხდეს, სადაც ყველაზე ნაკლებად მოელით. ეს ვიდეო თასა მეიწურა. შეგახსენებ, რომ გამოიწერო არხი, გააქტიურო ზარის ღილაკი და დაალაიქო ვიდეო. შეგიძლიათ შენი აზრიც გამიზიარო კომენტარებში. მე შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით. დროებით.